გამარჯობა, SRBS პოდკასტის როა. დიდი ფინალის მოლოდენში ვართ. ზეგ ბუდაპეშტში PSG Arsenal-ის დიდი მატჩი იქნება. დღეს კი ჩვენთან სტუმრად არის უდიდესი ქართველი ფეხბურთელი ბატონი ვლადიმერ გუცაევი. ბატონო, გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ძანდებით? კარგია, ნორმალი. მადლობა, რომ გვესტუმრე. დიდი სიამოვნებით მოვდივარ ხოლმე შენთან, ხო იცი? გობა და თქვენთან ყველასთან. იცოცხლე. ბატონო, აბა რას ველოდებით? დიდი თამაშია ზეგ. ეხლა ფინალი ყოველთვის ფინალია. ყოველთვის საინტერესოა. ეხლა თუ ელოდები რომ რაღაც პროგნოზს ვიტყვი, ნამდვილად არა, პროგნოზ. ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი კი ის არის, რომ შევადაროთ გუნდები. მე მაგალითად უფრო მესიმპათიურება Paris Saint-Germain-ი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ უფრო საინტერესო, უფრო ტექნიკური, უფრო ჭკვიანი ფეხბურთელები ყავს ფაქტიურად ყველა ხაზში, რაც ნამდვილად Arsenal-ს არ აყავს. Arsenal-ს ალბათ სხვა კოზირები აქვს, მაგაზე შეიძლება ბევრი ილაპარაკო. მაგრამ ფეხბურთისთვის მე მგონი რომ პარიზმა რო მოიგოს უფრო კარგი იქნება, იმიტომ რომ სანახაობრივად უფრო კარგად თამაშობენ. ერთი კოზირი გითხარი Arsenal-ს რა შეიძლება ქონდეს, რა აქვს? ეხლა როგორც ამბობენ და როგორც ეხლა ხედავთ, რომ ვითომ დაცვაში უფრო კარგად თამაშობენ, ეგ ერთი. და მეორე რომ სტანდარტებზე ძალიან საშიშები არიან მართლა რა. მე მაგალითად ამდენი ხანია ფეხბურთს თამაშობდი, მე უყურებდი და არ მგონია რომ ვინმეს სტანდარტის პოზიცია ესე კონდეს დახვეწილი როგორც იმას Arsenal-ს. ფაქტიურად მაგათი გათვლა ბევრ თამაშზე რა იყო, რომ უკან 0-ზე ითამაშონ და მე შეიძლება სტანდარტიდან ერთი გოლი გაიტანო და მოიგო თამაში ფაქტიურად. პრემიერ ლიგა მოიგეს ფაქტიურად. ფაქტიურად კი არა მოიგეს. ასეთი თამაში. ეგრე არის, უმეტეს თამაშები ეგრე მოიგეს, რომ ერთი გოლი გაიტანეს და ხო და მაგას გეუბნები რა. 28 გოლი გაიტანეს ინგლისის ჩემპიონატში კუთხურებიდან და ჯარიმებიდან. 28 დიდი რიცხვია. რა თქმა უნდა, ამდენი შეიძლება არ იყოს. ფაქტიურად ეხლა მე კიდევ ერთხელ გეუბნები ჩემი პოზიციიდან და არა ვთქვათ არავის არ ვახვევ რა, ამის თქვა მინდა რომ მე მაგალითად არასდროს არ ვინატრებდი ან მოვინდომებდი რომ აი Arsenal-ის თამაში მანახავ ვთქვათ. მე რა თქმა უნდა უფრო მაინტერესებს ეგეთი გუნდების თამაში როგორც იგივე Paris Saint-Germain-ია, როგორც Barcelona ფაქტიურად სადაც ფეხბურთელები აი ინდივიდუალისტები არიან და მაღალი დონის შემსრულებლები არიან. აი დღევანდელ დღეს Paris Saint-Germain-ს ეგეთი ფეხბურთელები ყავდა ბევრი და ფაქტიურად მე ვთვლი რომ არც ერთი საინტერესო ფეხბურთელი არ აყავს Arsenal-ს, ხო. ბატონო, ერთი ასეთი კითხვა. აი თქვენ დროს როცა თამაშობდით, აი Arsenal-ის ტიპის რომელი გუნდი შეგხვედრიათ, რომელს მიამსგავსებდით, ვისაც ეთამაშებოდით ხოლმე? რო გავდეს ახლა კოპირებას არ ვამბობ. ნუ იცი რა ძნელია ახლა თქვა და შედარება, იმიტომ რომ ჯერ ერთი მართალი კითხვა აღარც მახსოვს ბევრი გუნდი როგორ თამაშობდა და რა. მე მახსოვს ისეთი გუნდები, რომელიც მართლა მაღალ დონის გუნდები იყვნენ. ანუ შეიძლება ჩათვალო იგეთ გუნდად, რა თქმა უნდა, ლივერპული, რა თქმა უნდა, მაგდროინდელი გამბურგი, იმიტომ რომ გამბურგში მაგ დროს ფაქტიურად 7-8 ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებში თამაშობდა და 2-3 ფეხბურთელი თქვათ იყო მარჯვენა დამცველი, აღარ მახსოვს გვარი, რუმინეთის ნაკრების ფეხბურთელი იყო, ცენტრალური დამცველი ბრაზილიელი იყო, ძალიან მაღალი დონის გუნდი იყო. იგანიც ინგლისის ნაკრების. იგანე. ხო, მაგას გეუბნები რა და საინტერესო გუნდი იყო, რა თქმა უნდა, ინტერი, ნაპოლიზე უფრო საინტერესო მაგ პერიოდში. ნაპოლი მაგ დროს მაგარი გუნდი იყო. ნინა? როგორიც არის ხოლმე ნაპოლი. კი, კარგად ნაპოლი, აი თქვენთან რო ითამაშა. ჩვენთან? არა, ნუ ეხლა
რა ვთქვათ, რომ ძალიან მაგარი დონის გუნდი იყო, მე მაგას არ ვიტყოდი, მაგრამ ძალიან მაგარი საინტერესო ფეხბურთელები ახლოს ვერ მივიდოდა, ხო? მე მგონი მაშინ და აი საინტერესო ფეხბურთელები ყავდათ, აი კროლი ყავდა, თქვა. კროლი ყავდა, რუდ კროლი ყავდა. ეს მეორე შეხვედრაზე ამბობთ თუ პირველზე? ორჯერ. ნუ მეორე შეხვედრაზე რა ჩივაძის ჯარიმა რომ ჩაეთვალა ეშვაილერს. ჩაათვალა იქიდან რომ და გასულები ვიყავით, ნუ რატომღაც არ ჩათვალა. დიასი ყავდა, ხო, რამონ დიასი ყავდა. მოიცა რატო არ ჩათვალა? მოყვა ბატონმა საშა. რატო არ ჩათვალა? უცნაური მიზეზი. სტენკიდან გამოვარდაო, მაპატიეთ ცოცხალი კედლიდან გამოვარდა ადრეო. ხო, ნუ ეგ მაგის ფოლი იყო, მაგას გოლი უნდა ჩაეთვალა და ყვითელი უნდა მიეცა დღევანდელი შეხედვიდან. და რატო გააკეთა, ნუ არ ვიცი, მე ახლა საჯებთან საერთოდ მაგაძე ფიქრი და მაგაძე ლაპარაკი ძალიან არასერიოზული მგონია, იმიტომ რომ ერთი ვერ გადაათქმეინებ, ხო, რაც მოხდა უკვე მოხდა. და საერთოდ ესე კი მახსოვს, თქვენ რომ წვნელი იყავით, საერთოდ კომენტარს არ აკეთებდი იმაზე, რა ქვია. ნუ არა, საჯობა საერთოდ საშინელებაა რა. მე ერთადერთი საჯი მახსოვს ძალიან მაღალი დონის, ეს იყო იტალიელი აგვარი ლატანცი. კალცაისთან ვინც იმსაჯა? არა, ეხლა რომ კოლინა? პიერლუიჯი კოლინა. ხო, ერთადერთი მეთქი ლატანცი არ მახსოვს მაგას, რომ თამაში გაეფუჭებიდა. ფინალის საჯი როგორი იყო, ბატონო? არა, ფინალის საჯიც კარგი იყო. ხო, ესეთი ნორმალური იყო. მაგრამ რატო იყო იცი კარგი? იმიტომ რომ ბოდიში და თბილისის დინამოც ეკიდა. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი იყო და კარცეისიც იყიდა, იმიტომ რომ გედერი იყო. ამ ფონზე კარგად იმსაჯა რა ტიპმა. აბა ის ფრანც ფიორერზე ვერ ვიტყვით, ახლა კარგს ვერაფერს. ავსტრიელს. ბატონო, აი რა მინდა იცი კითხო, ამ ფინალზე მინდა ისე კითხო. მან გადამწყვეტი ფაქტორი რა იქნება, რომ წვნელი როგორ დაახაზავს ამ სქემა, სტრატეგია თუ აი რაც თქვი ინდივიდუალური ოსტატობა ფეხბურთელების. რომელი უფრო ის იქნება? ეხლა ჩემი გამოცდილებიდან თელმა რაც გინდა დაგიხაზოს, თუ არ ყავს შემსრულებელი, აფერი არ გამოგივა რა. ანუ მოედანზე. რა თქმა უნდა, ეხლა მე ამას ვერ ვიტყვი, რომ არსენალის ფეხბურთელები ნაკლებად შემსრულებლები არიან. უბრალოდ შევადაროთ თვითონ კლასით, აი შემსრულებლების ოსტატობით პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელები უფრო მაღლად განონ ვიდრე ისინი, მაგრამ შემსრულებლები შეიძლება იყვნენ და არიან კიდევაც, ხო, რახან ფინალში გავიდნენ და ძალიან მინიმალური გოლები გაუშვეს თავის კარში. წაუგებლად გავიდნენ. ხო, ფაქტიურად, ხო. რა თქმა უნდა, შემსრულებლები არიან, მაგრამ მე უფრო სანახაობრივი კუთხიდან ვლაპარაკობ რა, უფრო ნაკლებად სანახაობრივია მაგათი თამაში ვიდრე პარი სენ-ჟერმენი. და ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი და საერთოდ ხვიჩაზე რო ვისაუბროთ, აი როგორ რა როლში ასრულებს, აი როგორ ხედავთ ფინალში. ნუ იცი რა არის ფინალი, მაინც ფინალია რა. მე მგონი არ არსებობს ფეხბურთელი, რომ მაქსიმალური თავისი არ მოინდომოს, რა. და ხვიჩამ თუ მაქსიმალური თავისი მოინდომა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ როლს ითამაშებს, იმიტომ რომ მთელი ეს თამაშები, ბოლო თამაშები, რაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, ყველა ითამაშა ძალიან მაღალ დონეზე და ალბათ ეხლა კონცენტრაციას გააკეთებს მაქსიმალურს, რა. ეხლა ერთი სპეციფიკური მომენტია ამ თამაშში, რომ ხვიჩას მხარეს არის იმათგან ბუკაიოს საკა, ხო, სწრაფი ისეთი მაღალი დონის გარემარბია ეგეც და ფაქტიურად ერთმანეთის დევნა, ნუ გარკვეული გაგებით მოუწევთ ამ ფლანგზე რა, ეს რო იქით წავა იმას მოუწევს დაცვის დახმარება და საკარო წამოვა შეტევაში ხვიჩას მოუწევს თავისი დაცვის დახმარება და საინტერესო ისე იმ ფლანგის ცვალები არ ყავს ეხლა. დამპროუდავს. ამით ეხლა საკას და ხვიჩას კი არ ვატოლებ ერთმანეთს და კი არ უტოლებ, დასაკვირველია, ხვიჩა უფრო მაღალი დონის ფეხბურთელია, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით, მაგრამ ფინალში გასული გუნდის გარემარბი, რომელიც ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იმ გუნდში, ცხადია, ავტორიტეტი წონა აქვს რა და ახლა
90 წუთში შეუძლია რა ხიფათის შექმნა. მე მგონია რომ მაგ შემთხვევაშიც პარის სენ-ჟერმენს უპირატესობა ექნება ხვიჩა უფრო კარგი არის უკან სამუშაო შესრულებისას ვიდრე საკა რა თქმა უნდა. საკა არა ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს ნუნო მენდეში შეუულია და მაგარი კონცენტრაცია გააკეთოს და ძალიან მაღალი დონის ფორვარდებს ძალიან მაგრა ეთამაშოს რა მაგან დაამტკიცა ეგ იამალთან დაპირისპირებაში დაამტკიცა ოლისესთან დაპირისპირებაში და მე მგონი ისე მოინდომებს რომ საკას ძალიან გაუჭირდება მაგასთან თამაში რა ფაქტობრივად სერიოზული ფეხბურთელია ეს. ხო, იცი რა. მე ჩვენებს ვერ მოუხერხა აქ ვერაფერი თორე ახალგაზრდულში. ერთი ცუდი თამაში მახსოვს ჩელსისთან ქონდა დანარჩენი დაფრინავს ეგ კაციავე. ნუ ფაქტიურად ძალიან ისეთი ინტენსიური თამაშია ალბათ მოსალოდნელი ხო ძალიან და იმაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული ვთქვათ რამდენად ირბენენ გაუთავებლად წინ და უკან და არც ერთი წუთი არ მოეშვებიან და ნუ ხა ფინალია არც მოეშვებიან რა საკვირველია ხო მაგრამ აი წინა სეზონის თასის მფლობელი რო არის PSG-ს რამე გარკვეულწილად ხო არის მოქმედებს ამ გუნდზე როგორ უნდა იმოქმედოს ახლა თამაშობენ უდიდესი დონის ფეხბურთელები რომლებიც თამაშობენ ნაკრებებში თავის და არა ცუდ ნაკრებში ვთქვათ საფრანგეთის ნაკრები დღეს არის ერთ-ერთი ფავორიტი ხო და ოქროს ესე სოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი და ყველა ფიქრობს რომ შეიძლება ჩემპიონიც გახდეს და პორტუგალია პლუს პორტუგალია ხო პორტუგალიას დღევანდელი შემადგენლობა არის მართლა ძალიან მაღალი დონის შემადგენლობა იმიტომ რომ ამ ბიჭებმა დაამტკიცეს მინდორზე რომ მართლა ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და ამიტომ ახლა რა უნდა გაუკვირდეთ მაგათ თქვა ფინალში როცა იგერ რეალ მადრიდმა სამჯერ ზედიზედ მოიგო და არაფერი არ მომხდარა ხო რატო არ შეიძლება რომ მოიგო მეორეთაც და ისეთი გუნდია ახლა დღეს პარის სენ-ჟერმენი დახვეწილი თუ არავინ არ გაყიდეს და არ წავიდნენ პირიქით დაიმატეს ფეხბურთელები ეგ 1-2-3 წელი კიდევ სულ ტოპში იქნება და სულ ფავორიტი იქნება რა თქმა უნდა საერთოდ მგონია რომ ეს PSG იმ რეალზე უკეთესია ზიდანის რეალზე არა სანახავად თუ რა თვალსაზრისით ისედაც სიძლიერე სანახავად მithume სიძლიერე შედეგების მიხედვით ითვლება ალბათ სტილს და გემოვნებას არ ვლაპარაკობ დელბოსკეს რეალზე არ ვამბობ აი ბოლოს ზიდანის რეალზე ხო მაგრამ იმასე 5 წელიწადში 4-ჯერ აიღო ჩემპიონთა თასი და გავიდეს 5 წელიწადი და შევხედოთ რამდენი ბატონოა და როგორ თამაშელოდებენ აი რამე შემდგომ PSG ბაიერნი რო იყო დაახლოებით მე PSG ბაიერნის თამაშის ვარ მომეტონა მართალი გითხრა იმიტომ რომ ბაიერნისგან მოველოდი უფრო მეც რა ჯერ ერთი თვითონ პარიზში რო იყო პირველი თამაში იქ აშკარად გადარჩენ იმიტომ რომ მეორე თამაშზე იძახი თქვენ არა ჯერ პირველზე იძახი პირველ 5-2-ზე მე მეგონა რომ პირიქით პარის სენ-ჟერმენი შეაგდებს მე-6-ს და მართლა არ ველოდი რომ ორ გოლს გაიტანებენ ბავარიელები რა არც იყო მაგის საფუძველი და არაფერი არ იყო და მეორე თამაშზე რომ ყველა ელოდა რომ ეხლა რაღაცა სასწაულს გააკეთებდნენ მე ვერაფერი ვერ ვნახე ბავარიის მუსიალა 0 იყო ხო მეორე თამაში კეინი საერთოდ ჩაკარგული იყო კეინი რასაკეთებდა თვითონ არ იცოდა სად დარბოდა და ეგეთ თამაში შენი კოზირი უნდა იყოს შენი წინ თამაში და გოლი შეეგდება ხო ფაქტიურად და გოლი შეაგდო იმ მომენტში როცა ეს გოლი არაფერს არ წვითავდა თავრებული იყო ხო იმიტომ რომ დარჩენილი იყო 1-2 წუთი და მეორე გოლს ვერ გაიტანდნენ ვერაფრად ხო მანამდე ფაქტიურად გინახია რომ კარში დაერტყა ხო არა მეორე თამაში საპასუხო თამაში მეც საერთოდ ფაქტიურად ოლისემაც არანახა ის რაც მოელოდა მთელი ყველა გულშემატკივარი იქ გერმანელების და ჩვენს მაგალითად ხო და მოკლედ არაფერი ისეთი შტაბეჭდილება არ დატოვა და რო შევადაროთ მცნელებიც
მე ფიქრობ, რომ ძალიან ადრეა ამ კამპანიის ხება, რაც ყველგან არის ჩვენთანაც და გეთანხმები აბსოლუტურად. ყველგან ხო, იმიტომ რომ ეგრო გახდეს მაგარი მცდელი, ჯერ მაგას 1-10 წელი დაჭირდება მაგისთვის, ფაქტიურად. და მე ერთ შევადარებ, უბრალოდ ავიღოთ ის გენიალური ნაბიჯი, რაც ლუის ენრიკემ გააკეთა, რომ ოლისეს ფლანგი ისე დატვირთა ამ კუთხურებით, ამ აუტებით ისა, რომ მეკარერო იქეთ ხო, ყველას უკვირდებოდა, გაუკვირდა, რომ სად ურტყავს ეს აუტებში და თურმე სპეციალურად დავალებული. და მიიღო ძალიან დიდი შედეგი ამით. გათიშა ხო ფაქტიურად თამაშიდან ეგისა. ხალხი დააგროვა რა. ოლისე გათიშა, საერთოდ ოლისე რა, რამდენი 30 დაკარგვა ქონდა ჯერ მარტო. არა, წარმოიდგინე იქ აუტზე რო ურტყავდა ის საფონოვი შეგნებულად რა, იქეთ რომ ხო ჩერდებოდა აუტის დროს ისა თამაში და ჩერდებოდა და იქ იქნებოდა ძალიან ბევრი ხალხი. ხალხი იქით გადადიოდა ყველა იმა. ნუ ფაქტიურად მან ბავარიაში ერთადერთი ფეხბურთელია, ნუ კეინი რო არ ჩავთავოთ ახლა. მართლა ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, უბრალოდ ის თამაშები ვერ ითამაშა ისე როგორც საჭიროა და ეს ოლისე არის ერთადერთი საინტერესო ფეხბურთელი, შემსრულებელი და უსიალა არა, გავლენო. ვინა? უსიალა. ანდიასი. მუსიალა დღესაც თამაშობს. კაი, გუცაევის დონე არა არც ერთი, მაგრამ არა, გუცაევს დაანებეთ თავი. ეს დღევანდელი ფეხბურთია და ის მუსიალამ არაფერი არ ანახა საერთოდ და მე ძალიან გამიკვირდა რომ ნაკრებში როგორ წაიყვანეს შეიძლება მოუმატოს, მაგრამ დღესაც თამაშობს არაფერი არ არის ფაქტიურად. ძალიან ბევრ ამას ელოდებოდა გულშემატკივარი კიმიხიდან, მაგრამ კიმიხი არის ფეხბურთელი, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობს, მაგრამ წინ შენქმნელი არ არის და ფაქტიურად მაგათ არ აყავდა კეინი, იმიტომ ჩამოდიოდა უკან, რომ რაღაცა გაეთამაშებინა, რაღაც კომბინაცია გაეკეთებინა, იმიტომ რომ ფაქტიურად არ აყავს დღესდღეობით ბავარიას ფეხბურთელი, რომელიც წაიყვანს თამაშს, აი როგორ თქვა, ვიტინია არის პარი სენ-ჟერმენში. ეგეთ ფეხბურთელი არ აყავს და არ ვიცი რატო არ ფიქრობენ, რომ ეგეთი დონის ფეხბურთელი მოიყვანონ გუნდში, იმიტომ რომ ფაქტიურად მართლაც მე მგონი ახლა ირტყავენ ცხვირში, ვირცი უნდა მიეყვა, ყველანაირად უნდა ეცადა და ვირცი უნდა წაეყვანა ლივერპულენ, ლივერპულმა წაართვათ. აი ზუსტად ეგ პოზიცია დააკარგა თქვენ რასაც ამბობთ. თამაშეს სამყვანე, ხო? რა თქმა უნდა, ახლა იცი რა, ნებისმიერ გუნდში ეგეთ ფეხბურთელი უნდა იყოს რა. და არის კიდევაც მაღალი დონის გუნდში ეგეთ ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის ტემპი ესე დავარქვათ მიყავს რა და იცის დირიჟორი ხო რა რომელი მხრიდან შეუტიონ უკან დაწიოს ბურთი თუ თქვათ მარცხენა მხრიდან შევიდეს ეგეთ ფეხბურთელი ყველა მაღალი დონის გუნდს ყავს ბავარიას არ აყავს ეგეთ ფეხბურთელი არიან კიმიხის იმედზე მაგრამ კიმიხი მაგას ვერ ასრულებს აშკარად უფრო ჩამშლელია ხო რა თქმა უნდა არ მახსოვს აი მწვრთნელის ებძოლოს ვიღაცას ჩაუგდეს ფეხებში მოარტყას რაღაცა იმას აკეთებს ეგ იცის კი კარგად მაგრამ რაღაცა პასი მიცეს საგოლე ან რაღაცა გძელი პასი მიცეს თუნდაც დათოყიფიანი რო აკეთებდა და გაიხსენე ის გოლი რამა შენგელიამ რო შეაგდო ვესტჰემთან ხო 50 მეტრიანი პასი მისცა და დაუსვა იქ სადაც უნდა აი ეს არის ფეხბურთის დონე. ესა ეხლა ეგეთი პასები ბოლოს დებრუინს ქონდა ყველაზე მიმსგავსებული ალბათ. კი, ბოლო დროს მაგხელა კი, გძელი პასი, საშუალო და გძელი პასები დებრუინ. აი ყველაზე მეტად რო მოდრიჩსაც გავდა, ხო, მოდრიჩსაც და ნუ აი დებრუინი არის ჩემთვის. მოდრიჩი ისა კროსი, ეგეთი ფეხბურთელები და დღემდე ხო ხედავ ტირიან კროსზე და მოდრიჩზე მთელი რეალი, იმიტომ რომ როგორც კი ეს ორი ფეხბურთელი წავიდა, ფაქტიურად რეალი დაიშალა. არა, კროსი მართლა ეს იყო, რა ქვია. მაგათი შეცვლა ბოდიში არ ხდება ეგრე. არა, რა არის ციკლიფიანი, რითი იყო, იცი ძალიან უნიკალური, რომ გარდა იმისა, რომ
სწორ და ზუსტ პასებსა მოულოდნელობის ეფექტს ქმნიდა რა. უცებ რაღაც სკაპ გააკეთებდა პასს, აი არავინ რო არ ელოდა რა. ახლა შეიძლება ბატონი და რამაზი ელოდნენ, მაგრამ ესენი სულ ყოველთვის მობილიზებულები იყვნენ, ყიფიანისგან პასს ელოდნენ. აი ეს მოულოდნელობის ეფექტს ქმნიდა და ესეთი მე ბევრი ფეხბურთელი მანდამაინც მართლა ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელების შესრულებით მინახავს ასეთი. კი რა თქმა უნდა, გასაგებია. მაგას თავისი ნიჭი უნდა თავისებური. მაგას ვერ ისწავლი რა. ეგ შეიძლება დახვეწო. თუ გააქვს, შეიძლება დახვეწო, მაგრამ თუ არა გაქვს და გინდა ისწავლო, მაგას ვერ ისწავლი ნამდვილად. არა, თან ბურთს რო არ უყურებენ რა, თავის უზემოთ აქვს და ესეა, თითქოს მიწებებული აქვს ბურთი რა, ეგ ფეხზე და ისე მაშრებიან. ხო, ეკითხებოდი? ბატონო, წერან აი საჯობა რო ახსენეთ, უბრალოდ კითხვა მქონდა ასეთი და მაინტერესებს სულ რა. ის პენალტი რო არ დანიშნა და თავისუფალი რო დანიშნა ფეინორდთან, აი რით ახსნა საჯმა თუ ვერ მივხვდი, ვერავინ ვერ მივხვდა იქ რა მოხდა. ეხლა ფაქტი ერთია და მე მგონი კამათი არ უნდა მაგას, რომ არავის UEFA-ში არ აწყობდა, რომ ფინალში გავიდეს ესეთი გუნდები, როგორც საბჭოთა კავშირიდან გუნდი და თქვათ GDR-დან მეორე გუნდი. იმიტომაც არ მოვიდა ხალხი სტადიონზე. ბოდიშვიხტი რა ქვია, ერთ დღეს იყო ეგ ყველა თამაში და ფინალისტები ერთ დღეს გაირკვა მან. ხო, ალბათ ეგ. ანუ აქედან დინამო იქიდან კარცეს რო ფინალში არ მათყო დღეები იყო. ხო და ერთი დღე იყო. ხო, არა, სხვა და იმაზე ხო, ერთ დღეს თამაშობენ. ხო, ნახე რა. ხო, მაგრამ აი ყველა პროტესტი გამოთქვით რა. იცი რა არის? მაგ საჯი ხო დებილი არ არის, ბოდიში რომ ამ სიტყვას ხმარობ, მაგრამ ეგრეა რა. მაგან იცოდა რომ 4-0-ზე უკვე შანსი არ იყო. 3-0-ზე ფეინორდს კიდევ ქონდა დრო რომ გოლი გაეტანა თბილისში და 3-1-ზე უკვე შეიძლება თამაში გასვლით თამაში მეორე თამაშს გულისხმობ. და ამიტომ ნუ მე არ მახსოვს რომ პენალტის სიტუაციაში საჯმა მისცეს თავისუფალი, ნუ გაუგონარი მომენტია მათ. ხო, ნუ მაგას იცი რა, მაგას ყურადღება არავინ არ მიაქცია, იმიტომ 3-0 იყო რა, თორე ეხლა 1-0-ზე ალბათ დავიწყებდით იქ საჯთან კამალს და ესე შემდეგ და ეს შემდეგ. ხო, პირველი თამაში რო ის ყოფილიყო ცოტა ისეთი, ეს იქნებოდა, ხო? რა თქმა უნდა. მაგრამ ის პენალტს რო დაენიშნა, ეხლა მე 5 გოლის გამტანი იყო ეს არა. ხო და ეგ დამთავრებული. ან საერთოდ არაფერი არ დაედო, ან საერთოდ ხო რა. ერთ დღეს იყო თამაშები. ხო, ნახე. ხო, მაგიტო რომ ეს არა აქვე. ერთ დღეს იყო 8 აპრილს და 22 აპრილს იყო ნახევარფინალი. იმის თქვა მინდოდა რომ ჯერ ერთი სოციალისტური ქვეყნის გუნდი ხო არ გავიდა და მეორეს ჩაძირვას ხო არ იმართებოდა. მაშინ ერთ დღეს იყო თამაშები. გიაისიანმა მოყვა აქ ძალიან საინტერესო რაღაც იმ ჰოპემ ჟესტი რო აჩვენა რა, უხამსი ჟესტი რო აჩვენაო. ეგ დინამოს კი არ უჩვენაო. თავრობას უჩვენა, იმათ მთავრობას რო. ეგ ვინ თქვა? გიაისიან. ჰოპემ რო ეს ქნა ეს. არა. გია ჯიგარია, მაგრამ განცდება რა. ეგ თავისი რა თქმა უნდა ემოციაა. მაგრამ ძალიან უზდელი ემოციაა რა, ჩემი აზრით. იმიტომ რომ ეხლა შეიძლება გიაისიანმა ესე გაიგო, მაგრამ 85 მილიონმა ქართველმა გაიგო, რომ ძალიან შეურაცხყოფა იყო რა ფაქტიურად. მაგის მერე დაელაპარაკეთ რა მქონიათ იმ ჰობესთან. ბოდიში მოიხადა სხვა შორის, იმიტომ რომ თამაშის მერე თუ მერე. არა, გეტყვი. ჩვენ ხო თამაშ შემდეგ მე და ნუკრი კაკილაშვილი წაგვიყვანოს იმაში რა ქვია დოპინგზე და იქიდან ხოპე და ვინც ზამენაში შემოვიდა და იქ რა იმაში რომ ვიჯექით დოპინგის ოთახში იქ გითხრა რომ ბოდიჩიო რა უბრალოდ ძალიან ემოცია გამოხატეო და ძალიან უზრუნველობა გამომივიდაო და ბოდიში მოიხადა სხვა შორის. ხო. ეს ახლა ბატონო ვავამ რო თქვა ეს დოპინგია ახლა ყვარა რო გაიყვანეს ერთ რომელ თამაში იყო ბაიერნთან თუ იმასთან
დოპინგზე და ატყდა ამბავი ქართულებაში სოციალურ მედიაში რომ არიქა კვარა დოპინგზე გაიყვანეს. მან როგორ არის? არიცია. ხო არიცია და მაგიტო რა კვარა ბატონებოა ეგ რამდენი ბოთლი ლუდი დალიე თამაშის მე ბატონო. ხოშორის ისეთი მაგ დოპინგის კაბინეტი. დაცლილები რომ მართლა 2 საათი ვიჯექით აი უბრალოდ რა იმიტომ რომ უნდა ჩაგებარები და ისე არ გაგიშვებდნენ და ემოციით და საერთოდ ფიზიკურად გამოცლილი იყავი და ელოდებოდი როდის იქ მოიტანეს ოთახში შამპანიური, ვისკი, კოკა-კოლა, ლუდები, წყალი, ნუ ყველაფერი იყო რომ შენ ჩაგებარები და ეს ანალიზი რა. და ეხლა ატეხეს ამბავი რომ არიქა მაგაზე გამეცემა გასაგებია მაგრამ არა ეგენი საჯები კი არა ვინც არის ამ დოპინგ კონტროლში ეგენი ირჩევენ რა ხო ეხლა აი ნახე რა ჩვენ თამაზე გეუნები წაიყვანეს დოპინგზე ვინც გოლები გაიტანა ხოპე და მე და გაიყვანეს მეორე წამოიყვანეს ის ფეხბურთელები ვინც შეცვლაზე შემოვიდა კაკილა და ის 15 ნომერი იყო მე მგონი აღარ მოსულს ამიტომ ეხლა კვარა სიტუაცია შეხედეს რომ ბიჭი კარგად თამაშობს ბევრი იმოძრავა და ეჭვი შეეპარათ რომ ეგეთ ფეხბურთელს თორე ვინც არ ჩანს ვინდორზე იმას არ წაიყვანებენ ხო საერთოდ ეგრევე ეხლა არა გარდა იმისა რომ ხალხმა უბრალოდ არის ის რომ ეს შეულებრივი პროტოკოლია არა გარდა ამის ეხლა ფონი იყო ისეთი მორაგბეების სკანდალი სულ წარამარა ისმის რომ ვიღაცა ჩავარდა დოპინგზე ჩვენთან თუ უცხოეთში ეხლა დავიჯერო კვარასი გაყვანა მორაგბეების ის იყო ხალხს ყოველდღე რო ესმის დოპინგზე ჩავარდა ვიღაცა დოპინგზე ჩავარდა ვიღაც უკვე ამ სიტყვა დოპინგის ეშინია რა არიწოდნენ არა უშავს არიციან ხო არ წოდვა არა უბრალოდ რომ ახსენდება რომ ბატონი ვოვა იყო ეგ კაცა ისეს მერე დოპინგზე ესეთი ხო ბატონო სოფლიო ჩემპიონატი მოდის და რა ვიცი ვისაუბროთ აბა რასელით თქვენი ფავორიტი ვინ არის ვის გულშემო მე მგონი ვიცი ვისაც გულშემო ბრაზილიას ხო ესე რა კი ბრაზილიის ბრაზილია ბოლო 10 წელია ძალიან ჩავარდნილია და ფაქტიურად შანსი არა აქვს ამ ჩემპიონატში უი რამე გააკეთონ მე მგონი ნახევარფინალშიც ვერ გავლენ იმიტომ რომ თვითონ შემადგენლობა არ აქვს ისეთი დახვეწილი რა არ აყავს ისეთი დონის ვარსკვლავები რომ იქამდე მივიდნენ რა ფაქტიურად მე უფრო რა თქმა უნდა პირველ რიგში ესპანეთი იმიტომ რომ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობენ თუ იამალი შევიდა ფორმაში მაგ ჩემპიონატამდე უფრო რა თქმა უნდა ძლიერი იქნება რა თქმა უნდა საფრანგეთი იმიტომ საფრანგეთის თვითონ კონტინგენტი ფეხბურთელების რო აიღო ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები არიან და ამტკიცებენ ყველა დონეზე ორი გუნდის გაკეთება შეუძლიათ ესეთი ესპანეთს უბრალოდ დაყენებული თამაში აქვს უფრო მაგარი იგივე არ ყავდა საფრანგეთს მაგრამ დაუმალეს ბურთი რა უკნეს ნახევარფინალში პორტუგალია ბატონო პორტუგალიის იმედი მე ნაკლებად ვაკ, იმიტომ რომ იცი რა, კარგი დაცვის ხაზი ყავთ. კაი ნახევარისა, მაგრამ ფორვარდები მაინდა-მაინც ეხლა რონალდოს იმედზე არავინ არ იქნება, იმიტომ რომ კაცი 40 წლის არის და გაუჭირდება მაინც მაგდონეზე, მაღალ დონეზე თამაში მაგ დროს და დანარჩენი მე ვერ ხედავ იქ ისეთ ფორვარდებს, რომლებიც რაღაც ამის გააკეთებენ. ნახევარმცველები ყავს ძალიან ძლიერი. ნახევარმცველები ყავს ძალიან. კი, კაი ნახევარმცველები ყავს, დაცვაშიც კაი ისინი ყავს, მაგრამ ეს არ ყოფნის ხო იმას, ფორვარდები თუ არა ყავს ძლიერი, ფაქტიურად ძალიან გაგიჭირდება რა. სხვათა შორის რონალდომდეც აი პრობლემა ჰქონდათ მაგათ. სულ მაგარი ნახევარ-დაცვა ყავდა და წინ 9 ნომერი ვერა. რონალდომდე მაგათ ფორვარდებს ყოველთვის პრობლემა ჰქონდათ. ისე მართლა. მაგრამ მეორე მხრივ ფორვარდი ვინ ყავდა იმას?
იმას. მეორე ესეთი ნუნუ გომეში ოღონდ არ იყო ნუნუ გომეში ვარსკვლავი ახლა რა. არა, ნამდვილად. ფიგუ და კოშტანო თამაშობენ იქ. ინძაგის სუდი ვარიანტი. საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი თავდამსხმელის გარეშე გახდა. მაგას ვამბობ მე ვინ გივარში ყავდა. გივარში და გივარში იმათკენი ზიდანი და ესენი ნახევარმცველები გიუგარი და ესე გივარში. გიუგარი იყო. გივარში იმათკენი იყო ხოლმე. ბატონო, არგენტინა არ გიხსენებიათ. იცი, მთელი არგენტინა არის დამოკიდებული მესიზე. ესე იყო წინა ჩემპიონატშიც და უკვე რამდენიმე წელი ფაქტიურად მთელი არგენტინა არის მესის იმედზე. თუ მესი შეძლო რომ დონეზე ითამაშოს, რაც თქვა წინა ჩემპიონატი და იმის წინა ჩემპიონატი ითამაშა, შეიძლება ჩავთვალოთ რაღაცა ფავორიტების სიაში. მაგრამ თუ ვერ ითამაშა, დანარჩენი ფეხბურთელები მე არ მიმაჩნია, რომ ესეთ დონის ფეხბურთელები ყავს, რომ გადაწყვიტონ, თქვა. ყოველთვის არგენტინის ნაკრები არის დამოკიდებული ერთ კაცზე რა. მანამდე იყვნენ მარადონაზე დამოკიდებული, ერთი ალბათ 10 წელი და მეორე 10 წელი არიან დამოკიდებული. ეხლა ტრავმა მიუღია რაღაც მესის და შეიძლება სერიოზული არ არის, მაგრამ გადაღლის ის მესი. რაღაც ეხლა ბოლო თამაშზე შეცვალეს, გაიყვანეს და მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე შეიძლება ფორმაში ვერ იყოს. გადაღლას აბრალებენ, როგორც წავიკითხე. ნუ ყოველ შემთხვევაში ეხლა მესი საუკეთესო ფორმაში შეიძლება არ იყოს. თუმცა მესია ასაკი არა, ეხლა კეულიან თავის თავს და რაღაცა, მაგრამ ეხლა 27 და 38 წლიც რო ხარ, ეხლა მე ხო ვიცი რაც არის არა. და თანიც არ დაგვავიდეს, რომ ნონ-სტოპი აქვს რა ფეხბურთში, ხო? 15 წელია არ გაჩერებულა ფაქტიურად, ტრავმა არ მიუღია, დისკვალიფიკაცია არ ქონია და სულ თამაშობს კლუბში, ნაკრებში სულ თამაშებია. ამიტომ ეხლა მაგი უნდა როცა იქნება გადაიღლება ის რაც არ უნდა ვიტამინები იყარო, ეხლა მაინც რონალდო და მესიო ერთად 80 წლის იქნებიან მსოფლიო ჩემპიონატზე. ერთი 39-ის არის და მეორე 41-ის. ბატონო, და ინგლისსაც გითხარით რა ერთი-ორი სიტყვა რა. ფეხბურთის კომაგე არ მეგულება რაღაცა აი სიმპათია რო არ კონდეს იმაზე. და ერთ შავეკითხები კიდე ბატონო. არა, სიმპათია ყველას აქვს ყოველთვის ინგლისის, მაგრამ აი რაღაცა ცოდო გონდიასავით რაღაცა საწყალი გუნდი მაგათ შემადგენლობას ვერ ხედავ რომ აი საჩემპიონო შემადგენლობა იყოს. და პლუს მაგას ცნელიც არ მომწონს რა, არ მგონია რომ ტუხელი იმ დონის ცნელია რომელიც რაღაც სერიოზულ რაღაცას იზავს რა. კლუბებში რო იმიტომ რომ ვერსად სადაც მუშაობდა ვერსად ვერ ანახა რომ ეგ ჰაი კლასის ცნელია ხო ფაქტიურად რა. ინგლისთან დაკავშირებით ერთ შეგეკითხებით მე ცოტა დაბნეული ვარ ვერ გავიგე ბელინგემი რამდენად დიდი ვარსკვლავია. ხან თავიდან ძალიან კარგად რო თამაშობდა 3-4 წლის წინ პირველად რო გადავიდა რეალში ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. მერე რაღაც თითქოს ნუ ყოველ შემთხვევაში გოლებს მოუკლო, რომ პრო ნაკლები გოლი. აი ვერ გავიგე, აშკარად ძლიერი ფეხბურთელია ძალიან, მაგრამ თან რაღაც ეგ ვერცი რომ რეალში რო გადავიდა, აი იმ მომენტიდან მაგარი თამაში არ უთამაშია არც ნაკრებში და არც თვითონ რეალ მადრიდში რა. პირველი ერთი რამდენიმე თამაში. ყოველთვის მიკვირს ხომე, აი რომ ადგენენ ხო 11 მაგარ ფეხბურთელს თქვა ამ პერიოდში და ყველგან ტენიან ამ ბელინგემს რა. და ფაქტიურად არ არის დღესდღეობით აი ამ წუთას მაგის ღირსი რომ ჩავთვალოთ რაღაც სუპერ ვარსკვლავია და რაღაცა არის. ხო, რასაც წე აი სუპერ ვარსკვლავი ვერ არის, თუმცა ეხლა ხაზებს შორის ძალიან ვარსკვლავიც არ არის, მოდი, აი ფეხბურთ მაგარი ფეხბურთელია. ხო, აი არ ვიცი, დაბნეული. ეტო რეალში რო გადავიდა ერთი ხო, პირველი ნახევარი, აი ერთი 2 თვე, 3 თვე რაღაც მართლა ის იყო. კლასიკოში ბოლო წუთზე გოლი და ეს. ხო, რაღაცა და რომელ წელიწადს დაიკარგა და დაიკარგა. 2023-ში რა, 23-ში. კვარაცხელიას რო პირველი წელიწადი ჰქონდა ნაპოლიში. იმ წელიწადს ჰქონდა კარგი წელიწადი მაგას იმაში, მადრიდის რეალში. ყობამ ყველა ჩამოთვალა, ყველა ნაკრებზე კითხარ და გერმანიაზე არ უკითხია. გერმანიაზე არ გვიდა, ბატონო, არ ვთქვა. გერმანიის შემოქმედია. გერმანიის არ მაგ არაფერს იმედი.
არა, გერმანიის ფეხბურთი რაღაცა ძალიან აი ზვეზდები აღარ ჩანს რა ფაქტიურად. აი ვინც წავიდა მაგარი ბიჭები და უკვე კაი ხანია აღარ იბადებიან ისეთ დონის ფეხბურთელები რომ რაღაცა აი უყურებდე და ქსიამოვნებდეს რა. ახლა იმ დღეს ვამბობდით რომ გერმანია ამხელა მეკარეების სკოლა აქვს, ხო გერმანიას ის მაიერიდან მოყოლებული და აგერ კანით დამთავრებული და მეკარე ვერ ნახეს რომ ნოიერი არ გამოეძახათ. ეხლა ამხელა 40 წლის კაცი მიყავთ, ეხლა ერთი კვირის წინ მაგას გეუბნები რაღაცა დააბრუნეს. აი გერმანელებს და იტალიელებს აქ რაღაცა ჩავარდა. იტალია საერთოდ ესაა. ხო, ეხლა იტალიელები მე ძალიან მომწონდა, ხო? ფაქტიურად ძალიან მაგარი ფეხბურთელები ყავდა მართლა, მაგრამ აი ბოლო ალბათ 10-12 წელია ფეხბურთელი არ დაბადებულა რა. ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ეხლა ითვლება ალბათ აი ინტერში რო თამაშობს. ბარელა და მაგის იმედზე თუ არიან იტალიელები, იმიტომაც არიან რომ სამი ჩემპიონატი არსად. გერმანიაზე კიდე ამ მეკარეებზე გუშინ გამეცინა, ესე იგი ჩავხედე ტერ შტეგენი რო იყო ბარსელონაში. მე ხო უნიკალური მიღწევა ეს ჩემპიონიც გახდა ერთ სეზონში და თან გავარდა კიდეც. ბარსელონაში ჩემპიონი გახდა, ჟირონა გავარდა და. ესე იგი დავათვალიერე სტატისტიკა და თვალში რამეცა. 44 თამაში აქვს ნაკრებში და აქედან არც ერთი თამაში არ აქვს დიდ ტურნირზე, არც ევროპაზე, არც მსოფლიოზე. გადაკეტა საერთოდ ნოიერმა ყველაფერი, ესე იგი 20 წელი თაობა. ყველაზე მაგარ თამაშებში ნოიერს ენდობიან. ხო, არც ერთი თამაში არ აქვს, საერთოდ არც ერთი. მარტო ამ ხანაში. ახე კიდე რა ისეთი ესა ნიშანდობლივი რაღაც რომ ამხელა ხო თავდასხმელი ავიღოთ რუმენიგეს ქვეყანაში, ეხლა არის ისა 22 წლის ვოლტემადეს იმედზე არიან რა, მე თავდასხმელი არაა იმაში. არა. გერმანიაში. ძალიან ჩავარდნილი არის. ლიდბარსკის და MS მიოლერის მაშინ. კაი, გერმანია და ეს იამალი მართლა ასეთი ძალიან მაგარია თქვენი აზრით? ჩემი აზრით ძალიან უნიკალური ფეხბურთელია რა, იმიტომ რომ აი მე მაგალითად რო ვეძებ ხო რომელ თამაშს უყურებ, პირველ რიგში უყურებ თუ თამაშობს ბარსელონა. და თუ თამაშობს იამალი, იმიტომ რომ ეხლა ფეხბურთი რა არის? ფეხბურთი არის ემოცია, ხო? შენ თუ ფეხბურთელს უყურებ და ემოციაში არ ახარ, ხო? ანუ ადრენალინს თუ არ ღებულობ, ეგეთ თამაში რასაც არ არის საინტერესო რა. მე მაგალითად ინგლისის ჩემპიონატს არ უყურებ, იმიტომ რომ სულ მგონია რომ ეგ თამაში ნანახი მყავდა რა, მქონდა რა. თამაშობს რაღაცა უაზრო გუნდები და იგივე არის, იგივე გერმანიის ჩემპიონატში ფაქტიურად და ბარსელონა რო თამაშობს, იქ რაღაცა სულ სხვა რამეა რა. იროვნება ისეთ რამეს აკეთებს. აი რასაც არც ელოდები და რო აკეთებ მე მიკვირს მაგალითად მე თვითონ შეიძლება ვაკეთებდი ეგეთ რაღაცებს მაგრამ მე მიკვირს რომ აუ რა როგორ შეიძლება რომ ამ მომენტში ეს გააკეთო შეიძლება ვაკეთებდი აი ეგ არის ფეხბურთი და ეგ არის სიამოვნება და გულშემატკივარი ვინც არ უნდა იყოს გინდა ინგლისელი იყოს გინდა იტალიელი გინდა ესპანელი მიდის ამაზე და ამაზე ამით სიამოვნებს და ეს მოწონს ფეხბურთში რა. იამალს ხშირად ადარებენ, ცდილობენ შეადარონ, თქვათ იგივე მესის. ამბობენ რომ იმავე დონის ფეხბურთელია. აი ხო არ ფიქრობთ რომ მესის რო გაუტოლო იამალმა, მაინც უფრო შიგნიდან უნდა ითამაშოს, შუიდან რომ განვითარება მაგის თამაში მარცხნივაც კონდეს. იცი რა არის? ეგენი მაგალ თუ ადარებენ ალბათ რადონის ნიჭი აქვს რა. და იამალი ძალიან ნიჭიერია, იმიტომ რომ 18 წლის არის ფაქტიურად და ეგეთ რაღაცებს აკეთებს და მესიც ძალიან ნიჭიერია, ხო? ეხლა მაგათ შედარება, მე საერთოდ არ მიყვარს ფეხბურთელების შედარება რა. იმიტომ რომ მესია, იამალია და იზრდება როგორც ფეხბურთელი. ის უკვე დასრულდა, ხო? ფაქტიურად ვიცით რაც არის. ეხლა პროსტო უნდა უყუროთ რა დონეს მიაღწევს იამალი, ხო? შეიძლება ისე დონეს მიაღწიოს, რომ ყველას დაავიწყდეს მესი და მაგის ფეხბურთი, მაგრამ შეიძლება ვერ მიაღწიოს და ყოველთვის მესი იქნება მაგასთან შედარებით.
და ძნელია თქმა რა, ახლა ჩემის აზრით აი ამ წუთას თამაშობს და უნდა ისე ამოვნო და უყურო იამალს როგორც იამალი და არა როგორც შედარებითი პიროვნება. ხშირად წერენ ადარებენ და იამალი მაგრამ იყოს ძალიან. მაგრამ მაგას გეუბნები რა, რომ თუ ითამაშა კიდე ამ დონეზე და ეხლა მაპატიეთ, იმიტომ არა რომ ბატონი ვოვა აქ არის, მაგრამ მე პირადად ბატონი ვოვას თამაში ჩემთვის გაცილებით უფრო სასიამოვნო და საინტერესო სანახავი იყო, ვიდრე იამალის, აი ვინც გინდა გამიწყრეს ეხლა ამ შეშენაღმერთ და აი ესთეტიური თვალსაზრისით აი აზრს ჩამოვაყალიბებ, მაგალითად, ჩემი ღრმა რწმენით იამალი ისე ლამაზად ვერ თამაშობს, შედეგიან თამაშს თავი დავანებოთ. ისე ლამაზად ვერ თამაშობს, როგორც ბატონი ვოვა თამაშობდა და საერთოდ დიდი მადლობა. არა, მე ამას იმიტომ მართლა არ ვამბობ, რომ თქვენ აქ ახართ აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ მე რამდენიმე ფეხბურთელი მყავს ცხოვრებაში, ვინც მინახავს, რომლებიც ესთეტიური თვალსაზრისით აი ცალკე დგანან რა და ერთ-ერთი მათგანი ხართ თქვენ, რობერტო ბაჯო, ზინედინ ზიდანი, ესთეტიკას ვლაპარაკობ. ამ შემთხვევაში მარტო ესთეტიკას ვლაპარაკობ, თორე ბატონი ვოვა გარემარბი იყო, ზიდანი ნახევარმცველი იყო ხო ფაქტიურად და ბაჯო კიდე რაღაც ის იყო, რა ქვია, პადნაპადაში როგორ არის 9 ნახევარი ნომერი თუ რაღაცა, ხო? ნუ პლატინის სასაკვირველია, მაგრამ მე ხლა ვამბობ, აი განსაკუთრებულად და ხვიჩაა ხო კიდე ესეთი, აი ძალიან რომ სიამოვნებს ხვიჩას თამაში. ასე რომ იამალს რასაკვირველია ვეთაყვანები ძალიან დიდ პატივს და ძალიან დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ხო რა, მაინც მე მგონია რომ ჯერ უნდა დავიცადოთ იმისთვის, რომ თქვათ მესის და იმებს გაუტოვოთ. ერთ-ორ წელიწადში უფრო კარგად გამოჩნდა. უფრო კარგად გამოჩნდება. აი გიგას ფილმის პრეზენტაცია რო იყო, არაჩვეულებრივი ფილმი 13 მაისს ახლა. მაშინ ხო იყო ფრაგმენტები ისინი, კიდე ერთხელ არ მქონდა რამდენი 1-2 წელი ნანახი და ბატონი ვოვაც იქ იყო და რო უყურებდი რეებს აკეთებდა ილია თავის დროზე. და რა სამწუხაროა, რომ ბევრი კადრი მაინც პელე ხარ ბატონო. იცი რა არის, ჩვენი უბედურება საერთოდ, აი ჩვენი პლიადის უბედურება არის ჯერ ერთი, რომ ევროპამ ვერ გაგიცნო რა, როგორც ფეხბურთელი ფაქტიურად, ხო? უყურებდა 300 მილიონი ადამიანი ძირითადად საბჭოთა კავშირის ფარგლებში, ხო? ფაქტიურად ევროპაში ვიმეს თუ ნახია ჩვენ თამაში, ну ალბათ 1 ან 2 თამაშია რა, ფაქტიურად. ეგ არის ერთ-ერთი უბედურება. და ეგ მოიტანა საბჭოთა კავშირი. მე კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა. ჩვენი პლიადის უბედურებაო ის იყო. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ეხლა დაჩაგრულები ვარ რა ფაქტიურად. კი და მეორე ის, რომ აი შენი პოტენციალი რა არის? ფეხბურთელის პოტენციალი, რომ წავიდეს ყველაზე მაგარ გუნდში და ითამაშოს იქ, ხო? აი როგორც ეხლა ვთქვათ, ხრიჩა არის ერთ-ერთი მაგარ გუნდში და მაგრად ჩანს, ხო? იმიტომ რომ ფეხბურთელი თუ მაქსიმალური გინდა მაგისი დაინახო, უნდა ითამაშოს ძალიან მაგარ გუნდში რა. ეგ ფაქტიურად ეხლა ხვიჩა რო თამაშობდეს კალიარიში არ გამოჩნდება რა. რა თქმა უნდა. გინდა ნაპოლიში რო დარჩენო. ნელა მივა კალიარის დონემდე რა და როცა თამაშობ ისეთ ფეხბურთელებთან გარშემო როგორც არის ვიტინია, როგორც არის დემბელე, დუე და სხვები, რა თქმა უნდა იქ შენ მაქსიმუმს ანახებ რა. ჩვენ არ ქონდა ამის საშუალება, ხო? ჩვენ თამაშობდით თბილისის დინამოში, გვიყურებდა საქართველოს და გვიყურებდა ეს, რა ქვია, საბჭოთა კავშირი. დაიწყე დინამოში და დაამთავრე დინამოში. ამდენი წელი. ხო, იმიტომ რომ არ გიშვებდნენ. ხო. ისე აი თამაშის მანერითაც რო ავიღოთ. აი ბატონი ვოვა როგორც თამაშობდა თან გარემარბი, თან თავდამსხმელი, თან ფლანგზე, თან ცენტრში. დღეს თითქოს ეგ ამპლუა აი მაინც და მაინც მაგ სტილის ფეხბურთელები თითქმის არც არიან, აი მაგ სტილის. არა, ეხლა უკვე სხვა. არა, ნუ იმიტომ რომ შეიცვალა ფეხბურთი რა. ფაქტიურად ეხლა ვინც არის ფლანგზე, ის ასრულებს ნახევარდამცველის როლსაც და თავდამსხმელის როლსაც. ზუსტად მაგის თქმა მინდოდა. ხო, ანუ ეგ ამპლუა იგივე ხვიჩა ბატონ ვოვასთან შედარებით ნახევარმცველია რა. აი რა თქმა უნდა, ეხლა ხვიჩაზე ვერ იტყვი რომ ფორვარდია, ხო? სუფთა. ეგ არის ისა თქვენი ის უფრო მოკლე ბატონოვას თვითონ აქვს. ნათქვამი რომ ცენტრის ხაზს უკანო დავალება მქონდაო, ხო ბატონოვა რომ ცენტრის ხაზს უკან არ უნდა ჩასულიყავ. რო არ წამოგეყვანათ ვიღაცა. ხო, აი იყო ცენტრი, ხო და ნოდარა გვეუბნებოდა რომ თქვენი საქმე არ არის,
ჩვენ ვართ 9 კაცი უკან და მოვლით დაცვას. თქვენი საქმეა რომ ესეთი პოზიციები დაიჭიროთ ცენტრის ხასთან, რომ კონცერტება შევასრულოთ ძალიან ჩქარა და ძალიან იმიტომ რომ ეხლა ფაქტიურად არავინ არ ტოვებდა ჩვენ ორთან ორ დამცველს, ხო? ფაქტიურად სამს ტოვებდა. ორი იდგა ჩვენთან და ერთი იყო ლიბერო, ხო? ამიტომ ეხლა ფაქტიურად ჩვენი 9 ფეხბურთელი, 8 თქვა, ვეკარი 8 ჩავთვალოთ, ეთამაშებოდა 7 მაგათ შემტევს, რა? ხო, აქეთ ნახევარ. და ეხლა ხვიჩას პირიქით ეუნებიან, რომ ჩადე და აი რაღაც ანალოგი იმ ძველი ჩანაწერებიდან ჩანს თქვენი ანუ გავსება კემპესთან. ძალიან ისეთი აი სათამაშო იმით რა რაღაც. იმიტომ რომ კემპესი ცოტა უკნიდან თამაშობდა, ცოტა. კემპესი იცი რა იყო? კემპესი იყო უფრო აი რუსულად გეტყვი, პოლუსრედი რა. ხო. აი როგორც იყო თქვა 5 ფორვარდი რო თამაშობდა დუბლვეს ვარიანტში. ხო იყო ერთი ცენტრალური და ორი იყო აქეთ იქით რა. აი თქვა ივანოვი თავის დროზე და ჩვენთან ბინეკო აღარც მახსოვს დუბლვეს ვინც თამაშობდა. ჯეჯელავა კი არა. არა, ჯეჯელავა ფლანგზე ყოფილა. კონო რა მნიშვნელობა აქვს რა, ესეთი რუსულად ქართულად არ ვიცი როგორ თქვა რა. პოლუსრედნი არის რუსულად. უკან დაწეული თავდამსხმელი ალბათ. ხო, ალბათ ეგეთი. ინსაიდი ერქვა რა, ინსაიდი. მაგებაში. ესე იგი, ცოტა უკან და ცოტა შიგნით. ხო, ცოტა უკან და ცოტა შიგნით, სწორი ხარ. ხო. ინსაიდი ხო. ბატონო, სულ მაწუხებს ერთი კითხვა, მაშინ პირველ სტუმრობისას ვერ კითხეთ რა. აი ესეთ თაობა რო ყავდათ, თქვენ თაობას გულ დინამოს გულს. ერთზე მეტად მეჯელ როგორ ვერ გახდით ჩემპიონები საბჭოთა კავშირის. მაშინაც მინდოდა და შენ ვაფშე ჩემპიონატი ნანახი გაქვს საბჭოთა კავშირის? არა, მაშინდელი? მაშინდელი. ჩემპიონები რო გახდი? არა, საერთოდ აი ეს როგორ არ მაქვს? 91 წლამდე ჩემპიონატს ადევნებდი? არა, 91 წლამდე 91-ის მერე. მაგას გეუნები ბიჭო. ხლა წარმოიდგინე რომ იყო 16 გუნდი და ყველა იყო თავის ქვეყნის ნაკრები. და არც ერთ გუნდს არ ქონდა იმისი გარანტია, რომ ეგ წავიდოდა გასვლით თამაშზე და მაგ თამაშს მოიგებდა. აი კიევის დინამო ჩავდიოდა თბილისში და შანსი არ ქონდა, ხო? არ იცოდა მოიგებდა, წააგებდა. შეიძლება რამდენჯერმე მოიგეს, მაგრამ ბევრჯერ წააგეს. ან წავიდოდა კიევის დინამო, თქვა, მოსკოვის სპარტაკთან სათამაშოდ და ძალიან ძნელი იყო ქულების აკრეფა, რა. და შენ წარმოიდგინე ახლა თბილისის დინამო, რომელიც ეთამაშება 6-7 უკრაინის ესა გუნდს, უძლიერეს გუნდებს, ეგ არ არის კიევის დინამო, შახტიორი, ჩერნომორეცი, დნეპროპეტროვსკი, ხარკოვი, ყველგან ბრძოლა და თბილისის დინამოს ეთამაშებდნენ სულ სხვანაირად, ხო იცი? თქვათ რომ ჩასულიყო ნევტში, მაგათთვის არაფერი არ იყო, არც აჟიოტაჟი იყო, არც ეხლა მე ნევტშის კი არ იმაშვები, ეგრე იყო რეალურად. უბრალოდ რეალურად ვამბობ რა და როცა ვდივდოდა თბილისის დინამო ნებისმიერ ქალაქში, ხო? სულ სხვა აჟიოტაჟი იყო, სულ სხვა ფეხბურთელების დამოკიდებულება სულ სხვა იყო რა. ოღონდ თბილისის დინამოს მოუგოს და არ ვიცი, აი ერთ მაგალითს გეტყვი რა. ყაზახეთის ერთ-ერთი გუნდი იყო აქ ორდაბასი იყო თუ რაღაცა, თბილისის დინამოს რომ მოუგო 1-0. გახსოვს ეგ აი ხო? ბოლოს ხო? ხო, ბოლოს რაღაცა ის იყო. და მე მაგ პერიოდში ცდელი იყო გაზაევის შვილი. ჰა. ეგ მაგ ყაზახეთის გუნდის. აქტობე იყო. ა? ან ასტანა, ან აქტობე. ოქტომბე. ხო, შვილი. და რაღაცა თამაში ჰქონდათ UEFA-ს თუ რაღაცა თამაში იყო და გაზაევმა დამირეკა რომ ჩამოდიო რა მოსკოვში გავფრინდეთო იმითიო რა ქვია ჩარტერითო თამაში ვნახოთო რა
აი მეთქი და ჩავედით, ჩავთვირდით და სადილზე დაგპატიჟა მაგ გუბერნატორი, მაგ რაღაცა აკიმს უძახიან რა, აკიმები. მაგ აკიმა დაგვიძახა სადილზე. და რომ დავჯექით, მე მეუნება ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრაო რა და მე გამიკვირდა, მე ვთხარი პირველად ხედავ მეთქი ცხოვრებაში და მადლობას აში მიხდი. ჩვენმა გუნდმაო თბილისის დინამოს რომ მოუგო პირველად ცხოვრებაში დამირეკაო ნაზარბაევმაო და მადლობა მითხრაო და ეგ არისო ჩემთვის რა იცი გაგიჟდებიო რა ეგეთი რამე რომ ნაზარბაევმა რომ შენ დაგირეკოს ეგ სასწაულიაო რომ დინამოს მოუგეთო ხო თბილისის დინამოს რომ მოუგეთო ძალიან დიდ მადლობას გიხდიო და რაღაცა და მე მინდაო თქვენ მოგიხადოთ ისა მადლობაო რომ ესეთი ის დატოვეთო რა ქვია კვალიო რომ აი წარმოიდგინეო რომ რა ხდებაო რა ამიტომ თბილისის დინამო რომ ჩემპიონი გახდა ეგ ჩათვალე რომ თბილისის დინამო გახდა 10-ჯერ ჩემპიონი ფაქტიურად ო ის ერთი ჩემპიონობა მაგდასუბრე მართლა გეუბნები იმიტომ რომ ებძოლო ესეთ გრანდებს ახლა წარმოიდგინე მე უკრაინის გუნდები გითხარი და მოსკოვის სპარტაკი, CSKA, მოსკოვის დინამო, ტორპედო მოსკოვი, მაშინ სხვა გუნდი. ერთიანად გამოვიდა 11. ხო, პლუს ეთამაშო, აბა ჩადი ერევანში და ერევანს ეთამაშე. ან აქ მიიღე ერევანი. მე სულ ამბობ რომ დერბი მე მგონი აქედან წამოვიდა რა, სიტყვა დერბი. დინამო არ არატესი. აბა რა, გასვე, ომი იყო როდის თურმე. მე ჯერ დაბადებულიც არ ვიყავი და ისო. ამიტომ ყველაზე ადვილი დუშანბე იყო ალბათ რა პამილთან თამაში ხო ეგ ბოლოს არ იყო ეგ პამილი პრებალტიკა ჟალგერესე ჟალგერესე პრინციპს ადლა არა ჟალგერესი კაი გუნდი იყო 2 წელი რა ხო აქეთ უკვე 87-8 რა შეა თუ გავითვალისწინებ იქამდე არც იყო მე მგონი იმაში უმაღლესი სპარტაკიადაზე მახსოვს ჟალგირის 5-1 მოუგეთ მოსკოვში 79 წელი იყო თუ ვინ თვლიდა მაგას გუნდა ალტეის პირაც ვინ შეიძლება არის ყობა მეორე მესამე ადგილას იმდენჯერ გავიდა თბილისის დინამო ხა მეორე მესამე რა არის ნუ რამდენიმე ქულა დაგაკლდა ხო ეს რამდენიმე ქულა არის აი ის ქულები რომლებიც შახტიორთან და ხარკოვშია დაკარგული ან იმათ მაპატიეთ ეხლა მე არ ვიცი ბატონბალოვან შეიძლება არ დაასწროს და იმათ ერთმანეთს შეიძლება მისცეს ხო აი ბატონო შენ გასკდებოდნენ და იმან ერთმანეთს უკრაინის ხო ეგ მინდოდა რომ ერთმანეთს არაძლევდნენ აი თქვენ გასკდებოდნენ დინამოს და კიევს იმაშვებოდნენ იყო ეგეთი ის რა თქმა უნდა ეგ იყო ჯერ ერთი ალბათ პირველ რიგში მაგათი პირველი მდივნის შერბიცკის რაღაცა შეიძლება კანონი არ შემოიღო, მაგრამ ყველა მიცოდა რომ კიევის დინამო არის კიევის დინამო და უნდა გახდეს ჩემპიონი. ამიტომ რა თქმა უნდა უკრაინული გუნდები რაღაც როგორც საჭირო იყო ესენ თავდებოდა მაგათი თამაში რა. გამოაკელი ეკულები და მორჩა რა. ხო, ესე რამდენი რუსულზე მეტი უკრაინული გუნდი იყო იმაში. ნუ ყოველ შემთხვევაში ხუთი პერიოდი 6 გუნდი იყო უმაღლეს ლიგაში, 1-2 წელი თუ რაღაცა. და 5 სულ იყო 5. აი წარმოიდგინე უბრალო სტატისტიკიდანაც შეგიძლია აი ხო ბოლოს გადაუსტრო კიევის დინამომ ურთიერთშეხვედრებში თბილისის დინამოს რაღაც +1 აქვს ეხლა თუ +2 დინამოსთან. თორე იქამდე დინამოს ჰქონდა უპირატესობა და წარმოიდგინე ეხლა ურთიერთშეხვედრებში რო პლუსში ხარ მინიმუმ არა ხარ წაგებაში და ამ დროს შენ 2 გზის ჩემპიონი ხარ და ის 13 გზის ეხლა შეუსაბამობაა რა. არა, ნუ ეხლა ვერ შეადარებ რა, ეხლა 50 მილიონი იყვნენ. ხო, არა, იქ და გავდათ თელი ისა. ეხლა მაგათვის აი წარმოიდგინე ეხლა ნოდარ ახალკაცი ავიღოთ და ლაბანოვსკი, ხო? ორივე უდიდესი მწვრთნელია. ეხლა მაგათი მუშაობის პროცესი ავიღოთ რა. ლაბანოვსკის ჭირდება ბლოხინთან ერთად თქვათ მეორე თავდამსხმელი. ანიშენკო არის მაგარი ბიჭი იმაში, ლუგანსკი იყო მაშინ ბოროსილოვში. მოიყვანო დასვა. კაი, მერე დაანება თავი თქვათ ანიშენკო, კიდევ ჭირდება ფორვარდი ვინ არის ბელანოვი. ოდესიდან მოიყვანო დასვა. თქვათ ჭირდება მაგარი აპორნი პოლისა, ნახევარმცველი, ხო? გაიხედა, გამოიხედა, შახტიორში არის კანკოვი, ხო?
ძალიან მაღალი დონით ფეხბურთელი. დგა მოიყვანა დასვა. მარცხენა დამცველი ჭირდება, გახედა გამოიხე სადღაც ნახა ეს დებიანენკო, მოიყვანა დასვა. ანუ იმას არც ეკითხებოდა იმას. რა თქმა უნდა, მთელი უკრაინა, გუნდები, პირველი უმაღლესი ლიგის, პირველი ლიგის, მეორე ლიგის უმაგის იმაში. გური აკითხა ეგრე. ეხლა წარმოიდგინე ნოდარ ახალკაცის მუშაობა. მოიყვანა თქვათ ქუთაისიდან ან აფხაზეთიდან ვიღაც ფეხბურთელი 3 წელი ზარდა ცავა თუ 4 წელი იყო დუბლებში სანამ მოხდა ძირითად შემადგენლობაში და ფაქტიურად ესე ყველა მოიყვანა შენგელია 1 წელი ზაპაში ყავდა ხო დუბლებში ათამაშებდა სანამ გაიზარდა სანამ დაიხვეწა უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო მაგრამ 1 წელი მაინც ზარდა და ეგეთი ყველა ფაქტიურად ყველა მოიყვანა ყველა გაზარდა ხო ხო გამზადებული არავინ არ ყოლია გამზადებული რა თქმა უნდა არავინ არ ყოლია ვინ იყო გამზადებული ბატონო ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს ნაკრებში რას გირჩოდენ სტილ აი თქვენი აზრით რა არის სტილების შეუსაბამობა თამაშის სტილის თუ ვერ წარმომიდგენია რა ძალიან ცოტა გუცაევი როგორ შეიძლება არ ყავდეს ნაკრებში გუცაევი აი ხლა მე ყველას ძალიან არ უყვარს საბჭოთა კავშირის ნაკრებზე ლაპარაკი არა არ მიყვარს რა მე ხლა ვიცი რა დონეც ვიყავი და რაც ვიყავი ბოდიში და მკიდია რა მაგათი ისა ეგ უფრო რა თქმა უნდა იმათ უნდა მისცე კითხვა მაგრამ ხო ნუ მაგრამ თქვენ ავიღოთ 98 წელი ეს 98 წელი როცა გავხდით ჩემპიონები ხო 78 თუ 78 ეხლა რო აიღო 78-ის ნაკრების თამაშები არც ერთ იმაზე არ ვარ გამოძახებული რა ხო ავიღოთ 99 წელი ავიღოთ 91 წელი როცა მთელი ევროპა ლაპარაკობდა თბილისის დინამოზე და კერძოდ გუცაევზე, შენგელიაზე და ყიფიანზე გიждდებოდა ყველა ფაქტიურად იგნორირებას აკეთებდნენ რა ხო ახლა აი რაზე უნდა ვილაპარაკო ახლა ხო და რა ლოგიკით აი მე არ ვიცი არა გაქვთ ხო არანაირი ინფორმაცია ან ვერსია თქვენი ვარაუდია არა ნუ ეგ უნდა დაუზე მაშინ ცხონებულ ბესკოვს ცხონებულ ლაბაროვსკის და უნდა კითხო მაგათ ხო ახლა მე დარწმუნებული ვიყავი რომ წავეყვანე ნაკრებში და მიეცა ჩემთვის მართლა ძირითადი სიით მე გავაკეთებდი იმას რასაც ვაკეთებდი ხო ეჭვი არ მეპარება ხო იმიტომ რომ მაგალითად ნიკოლაევი ხო ახალგაზრდულ ნაკრებში ჩემზე გიждდებოდა და ჩემი იმედი იყო და ნებისმიერ თამაშზე და ჩემპიონები გავხდით და მე და ფიოდოროვი საწყალი იმიდან ტაშკენტიდან ვითვლებოდით მაგ პერიოდში ყველაზე ფლანგებზე ეგეც მარცხენა ფლანგზე თამაშობდა ხო და ეგ აყავდა ნაკრებში მე იგნორირებას ვიკეთებდი თუ მესმოდეს რა ვერ ხო ხვდები ნუ მაგას ვერ ახსნე რა დავიწყო ახლა გამართლება თავის და არა თავი გასამართლებელი მე მილიონჯერ უთხარი ნოდარას რა ბატონო ნოდარ მე უთხარი აი ბეძახიან და ვიცი რომ არ დამაყენებს ახლოს არ მივიშვებენ ნაკრებთან მეთქი ამიტომ არ მინდა მეთქი წასვლა რა და არ წავალ მაგრამ წესი იყო სხვანაირი რა წესი იყო საბჭოთა კავშირში ისეთი რომ შენ თუ ნაკრებში დაგიძახეს და შენ არ წახვედი დისკვალიფიკაციას მოგცემდნენ ვაფშე დაგავიწყებოდნენ რა არის ფეხბურთი რა და ეხლა მე ემოციის ქვეშ შეიძლება ამას ვერ იმაშვებოდი მაგრამ ნოდარამ ამიხსნა რომ ო შენ რო არ წახვიდე ეგ არის ზარალი შენი და თბილისის დინამოში იმიტომ რომ ხო იცი დედას გიტირებენ ეს რა ქვია ფედერაციის ხალხი და ამიტომ ვერ ხვდებოდით რა ვერ აუხდებოდი და ვიზულებული ვიყავი რომ ჩავიდოდი დროს დავკარგავდი მაგათთან ერთად ჩამოვიდოდი უკან და ესე შემდეგ სხვა შორის ერთადერთი ფეხბურთელი ვინც გაბედა და ვერაფერი ვერ გაუკეთეს იყო პუდიშევი გახსოვთ ეგ მე დინამო მოსკოვის ესა მოსკოვის დინამოს ხო ჯერ მოსკოვის დინამო მე იმაში იყო მინსკის დინამო მინსკში ხო ძალიან მაგარი кай ფეხბურთელი იყო და რა გააკეთა იცი ერთი ზბორი ესე დაგვიძახეს რაღაც ამხანაგური ზბორი იყო ერთმანეთში გვათამაშეს ეს დააყენეს
მეც დამაყენეთ მეორე სასტავში და არა, სადღაც ვიდიოდით პაესკაში. და რამდენი დაუძახეს პუდიშებს ჩემსავით არ აყენებდი რა. და რომ მივდიოდით აეროპორტში უკვე გასაფრენად სადღაც მეტრო დაინახა ამ პუდიშებმა ეთყობა და შოფერს ეუბნება, არც კითხა ბესკოვს. რა ხდება და ბესკოვიც იქიჯდა ავტობუსიდან გონდი მივდივართ რა, აეროპორტში მივდივართ, სადღაც ვიფრენავ. და გააჩერეო და ყველას ეგონა რომ რაღაცა ჭირდება რა. მოკიდა თავის ჩანთას, მივიდა კარებთან, გააღო და Константин Иванович, желаю вам успехов, ребята, желаю вам успехов. Больше меня не вызывайте. Да чавида და მეტროში სადღაც წავიდა საფრთხე. პირველ ავტობუსიდან ჩავიდა მეტროში. შვილებს ვიცავ რა, ზუსტად რასაც წები ეგრე იყო. რა მოყვა მერე? და რა მერე? არაფერი ვერ გაუბედეთ, ვერაფერი ვერ უხდეთ. ფინანსარით უნდა რომ არათან აბა კარგად იხარ. მოინდომა თორე ბესკოვს რო ეთქვა რომ ესეთი რამე გააკეთა, იასწია მაგასაც იმოსწორდი მან. ნუ გაატარა რა ესე რა. არ ჭირდებოდა ეხლა ეს ფეხბურთელი. ხო, ნუ ხმაური აღარ დაჭირდა. ხო. ეხლა ცხადად არ მახსოვს, მაგრამ გვარი კი მახსოვს. პუდიშევი სახეზე არ მახსოვს. გვარი და იური პუდიშევი იყო, ნახევარმცველი. ნახევარმცველი. ძალიან კაი ჭკვიანი ბიჭი იყო, ტექნიკური ძალიან. ჩემპიონიც გახდა მერე მინსკის დინამო ჩემპიონი გახდა. ოჩახბა. ბალაფეევიჩი. კი. ალაფე. ერთ-ერთი წამყვანი. ბატონო, ერთ-ერთი სანამ გადაცემაში შემოვიდოდით, კითხეთ იქაც და მაინტერესებს, ცოტა გაუხმაურებელი ამბავია, აი საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრები რო გახდა ჩემპიონი და თქვენც თამაშობდით და ფინალში გოლი გაიტანეთ. უნგრეთთან. ოლიმპიური არა, ახალგაზრდული. ხო, ახალგაზრდული ნაკრები. 76-ში უკვე პროსები იყავით და აი ეგ ის რო გავიხსენოთ რა მაყურებელს უთხრათ, აუხსნათ რა როგორ გახდით მათ ჩემპიონი, ქართველებიც იყავით. მაშინ იყო იცი როგორ? წესი იყო ისეთი, რომ 23 წლამდე იყო ეს ნაკრები. და ორი კაცი, ორი ფეხბურთელი 25 წლამდე შეიძლებოდა რა. და ჩვენ გავედით, ვერ თამაშობდით 72-ში ფინალი ჩეხებთან ვითამაშეთ ორი თამაში. მაშინ მოსკოვში გოლი გავიტანე 2-2 ვითამაშეთ და იქ წავაგეთ 3-1. და გავხდით მეორე ადგილი ავიღეთ და მერე 76-ში უკვე დიკალაევმა ამიყვანა, როგორც მე ვიყავი უკვე 24 წლის თუ რაღაცა. ხო და რახან შეიძლებოდა ორი ფეხბურთელი, მე ვიყავი მაგუჩი და ხალხური მაგარ გუნდებს მოუგეთ ჰოლანდიას, გერმანიას, ვიღაცებს და ფინალში შეხვდა უნგრეთის ნაკრები. ხალხური ძალიან მაგარი ნაკრები იყო, რატო? იმიტომ რომ მაგ ახალგაზრდული გუნდიდან 8 კაცი იყო, ან ძირითადად თამაშობდა პირველ ნაკრებში, ან იყო კანდიდატი რა. ეს რა თაობა ნილა შიტიორეჩეკი და ეგენი? ხო, ძალიან მაგარი ბიჭები იყვნენ, ხო და 82-ის ეს არა აქვია, ჩემპიონატი. ხო. და მოუგეთ რა, იქ ვითამაშეთ 1-1 და მოსკოვში მოუგეთ 2-1, მე და ფიოდოროვმა გავიტანეთ გოლები. ეგ ფიოდოროვიც გარდაიცვალა ალბათ, ხო? ავიაკატასტროფაში. კი, ძალიან იმ გუნდთან ერთად ჩამოვარდა, ეგა და ანი და მაგათ ყავდა. ანი იყო გონი კაპიტანი, ხო, მაგ ნაკრებში. ანის გამორჩეული ფეხბურთელი. მახსოვს, მაგრამ ამბობენ ძალიან მაგარი. მაგარი, არა, მე კარგად მახსოვს ანიც და ფიოდოროვიც. და პარკ დე პრენსზე გოლი გაქვს შენგელიას. ამას შენგელიას. ხო და ნუ ყველა მიცით რომ პირველი გოლი პარკ დე პრენსზე მანუჩარ მაჩაიძეს აქვს გატანილი, მაგრამ აი მეორე რამას შენგელიასაც აქვს გატანილი ძალიან მაგარ ნაკრებთან. რომ ჩავხედე პლატინი და ტიკანას გარდა ყველა იყო საერთოდ იმ თაობიდან. გავედით მე მგონი ბოლოში. ბატონო, მადლობა ესეც საინტერესო საუბრისთვის და იმ გოლებისთვის და იმ დაუწყარე ემოციებისთვის, რაც გვაჩუქეთ და გვჩუქნეთ დღემდე ჩვენ და ქართულ გულშემატკივრებს. წარმატებებს გისურვებთ და მეც გისურვებთ წარმატებებს, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან. მე საერთოდ მიყვარს ფეხბურთზე ლაპარაკი რა.
ურძელა დიდი მადლობა. ნებისმიერ დროს ბატონო